იქნებით ბულერი. ნუ იქნები ბულერი და ნუ იქნები ბულინგის მსხვერპლი. ეს იყო დღევანდელი აქციის მთავარი მესიჯები, რომელიც ჩავატარეთ ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე მერიის წინ. აქცია გამართა სამეცნიერო ინტელექტუალურმა კვლევათა დიალოგმა პროექტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭოს ფარგლებში. ჩვენ ორი თვის განმავლობაში მუშაობდით კონკრეტულ кейსზე, რომელიც ტრიალებდა ბულინგის თემის ირგვლივ. შესაბამისად ამის პროექტში მონაწილე მოსწავლე ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს რეზოლუცია, რომელშიც შეიტანეს კონკრეტული მუხლები და ორი თვის შემდეგ გადაწყვიტეს დაედგათ სპეციალური აქცია და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გაეგზავნათ ხმამაღლა მესიჯი, რომ ბულინგი არის ძალიან ცუდი ფაქტი და ბულერი შეიძლება იყოს ასე არა მხოლოდ ფიზიკურად მოზალადი ადამიანი, არამედ სიტყვიერად და ფსიქოლოგიურად მოზალადი ადამიანი. ამიტომ ჩვენი დღევანდელი აქციით ვამბობთ ძალიან მკაფიოდ მესიჯს, რომ ნურას დროს ნუ იქნებით ბულერი და ნურას დროს ნუ იქნებით ბულინგის მსხვერპლი. ფლეშმობის მომენტები საინტერესოდ განვითარდა. იქ მოვიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩემს დახმარებას იძლევდა. მე დღეს ვიყავი გადამღები, ვიღებდი და ვაფიქსირებდი აქციის პროცესს, უნდა დავიფიქსირებდი ასევე ადამიანის რეაქციები, ზოგიერთ ხანდა რეაქცია ისეთი, რომ მეუბნებოდნენ, როგორ შემეძლო გადამეღო ვიდეო, როდესაც ადამიანს ემნენ, როგორი ადამიანი ვიყავი მე თვითონაც და საერთოდ გამეშვა ხედი აპარატისთვის და მივშვილიყავი დახმარებოდი ბაბუნას. სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭოს მიერ ჩატარებული აქციაში მე მქონდა როლი ბირჟავი კი ბიჭი. ძალიან საინტერესო იყო ჩემი თვალით ანახული ხალხის რეაქცია და გამოვარჩევდი იმ მომენტს, როდესაც პოლიციამ შემაჩერა, დაიწყო გამოკითხვა თუ რას ვაკეთებდი და რატო ვცემე ეს ბიჭი და ბოლოს ნიმდონებდეც მივედით, რომ შეიძლებოდა განყოფილებაში წავყვანო, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა, მისი უფროსი აღმოჩნდა ინფორმირებული. ვფიქრობ, ჩვენი მესიჯი ნუ იქნება ბულერი ხალხამდე წარმატებული.